საქართველოში პირველად თბილისის აეროპორტში ბრენდირებული სასტუმრო IBIS Tbilisi Airport გაიხსნა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 10 მილიონ ევროს შეადგენს ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდის და კომპანია Fujian Silk Properties ინვესტიციით განხორციელდა. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორ ჯონ დოდელანდს ეკუთვნის პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო. IBIS Tbilisi Airport-ის სასტუმრო მასშტაბური 39,000 მეტრ-კვადრატ კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანია აეროპორტის მიმდებარე ტურისტული სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება. პროექტისა და მისი განვითარების გეგმების შესახებ BMG-TV-ს ბიზნესის კვირეულის ეთერში ინვესტორმა ჯონ დოდელანდმა ისაუბრა. 2024 წელს საქართველოდან შტატებში ექსპორტს 304 კომპანია ახორციელებდა. წელს მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი 152. BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძირითადად მზარდიანი კომპანიების რიცხვი, ვინც შტატებში ექსპორტს ახორციელებდა. საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 მილიონი დოლარი საქონელი გაყიდა. კერძოდ, იანვარ-აპრილში წლების მიხედვით. ექსპორტის მაჩვენებელი ასეთი იყო: 2021 წელი 38 მილიონი დოლარი, 2022 88 მილიონი დოლარი, 2023 წელი 18 მილიონი და 2024 34 მილიონი დოლარი. რაც შეეხება 2025 წელს 21 მილიონი დოლარი. ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც საქართველოს წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდა, მილების, საფრენი აპარატის ნაწილები, ღვინო, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ასევე ფერადი ლითონებია. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და მედიკამენტების დაახლოებით 80% სხვა ქვეყნებიდან შემოდის. ამის შესახებ BMG-TV-ს ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტში ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის ლდანის ფილიალის ხელმძღვანელმა მარინემ გიორგობიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, მართალია მთავარი იმპორტიორები თურქეთი, გერმანია და შვეიცარია, თუმცა წამლები საქართველოში სხვა არაერთი ქვეყნიდან შემოდის. ამასთან მან ჯანდაცვაში წამლის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარჯის განსაზღვრა და მისი წილივი ხარჯვაში დამოკიდებულია ქვეყანაზე. 4 წლის წინ დაფუძნებული მაგიდის სუფრებისა და საოჯახო ტექსტილის მწარმოებელი ჭითა დედაქალაქის მიღმა რეგიონებში გაფართოებას აპირებს. როგორც კომპანია ჭითას დამფუძნებელი ნინო ჭითანოვა BMG-TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში საუბრობს, კომპანია გამოფენა გაყიდვებში აქტიურად მონაწილეობს, რამაც მეწარმეს ბიძგი მისცა, რომ რეგიონში გაფართოების ამბიციაც გასჩენოდა. ნინო ჭითანოვამ ჭითა 55 ლარის ინვესტიციით დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ სამზარეულოს ჩაის ტილოებს კერავდა. შემდეგ კი მოთხოვნის ზრდასთან ერთად ასორტიმენტი გააფართოვა და ახლა უკვე ჩანთებსა და თეთრეულსაც აწარმოებს. მიუხედავად მცირე მასშტაბისა, ჭითას კონკურენტული უპირატესობა, როგორც თავად ამბობს, დაბალი ფასია. ჩანთების 3 ლარიდან იწყება, ხოლო თეთრეული, რომელიც 100% ბამბისგან არის დამზადებული, 130 ლარი ღირს.